საქართველოში და საერთოდ ქართველ საზოგადოება როგორც პროკრემლისტული, პრორუსული, ისე პროევროპული მოწყვეტილია სიმართლეს და არ ვიცი რამდენად შესაძლებელია დღეს რომ სიმართლე ის სიმართლე რაც თანამედროვე სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის ისტორიას გააჩნია ან ერთმა გაითავისოს ან მეორემ იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა პროევროპელებს როგორც კი ვთქვათ რუსეთის დანაშაულზე ელაპარაკები იქ რუსეთის საპატრიარქოს დანაშაულზე ელაპარაკები იქ ერთმოძულეობაზე ელაპარაკები პროევროპელებისთვის ხარ ნათელი მხარე მაგრამ როგორც კი მიადგები და იქ უკვე დაიწყებს საუბარს რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ბუში ბეიკერი იგივე ნაირად ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი იყო როგორც კრემლი აი იქ უკვე მტერი ხდები მათი ეგრეთ წოდებული პროევროპელების თუ პროდასავლელების რა მნიშვნელობა ასევე არის კრემლისტები თუ შენ ახსენებ რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ცალკეული სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული იყო სახელმწიფო კლასიკური გადატრიალება ეროვნული ხელისუფლებისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის დამხობა მათთვის ნათელი მხარე ხარ მაგრამ როგორც კი კრემლს მიადგები და პუტინის თუ რუსეთს მიადგები და რუსეთის დანაშაულს 200 წლიან დანაშაულს ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებზე დაიწყებ ლაპარაკებს უკვე პრორუსისთვის მტერი ხარ მოკლედ ძალიან ძნელი არ ვიცი მაგრამ როგორც ერთმა ისე მეორემ ვერ გაითავისა რომ კოლექტიური აგრესორი გვებრძვის ჩვენ ქართულ სახელმწიფოებრიობას როგორც კრემლი ისე ევროამერიკული იმპერიალიზმი კოლექტიური აგრესორია ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის წინააღმდეგ მოქმედი და სანამ ჩვენ ამას ვერ გავითავისებთ მანამდე ვიქნებით აი ამ მდგომარეობაში არა ბიძინა არა მიშა არა გრიშა არა ედიკა და რა ვიცი რა მე მაგ აგიმარჯოთ რა ძმაო რა თქვენი სიმართლით ნახევარი